ჩვენ ახლა ვიმყოფებით გარდაბანში, გამწვენდი ნაგებობის ტერიტორიაზე. Ამ ნაგებობის ფუნქციაა გაწმინდოს მტკვრისაგან წამოსული დაბინძურებული წყალი და შემდეგ გასუფთავებულ მდგომარეობაში ესე იგი გააგრძელოს მდინარე თავისი სვლა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც გადავიდეს ნორმალურ მდგომარეობაში. ჩვენ ხედავთ, აი ყანებია ამოსული ზედპირდაპირ გამწვენდი ნაგებობის სათავსოებში, სადაც წყლის გაწმენდა უნდა ხდებოდეს, აი აქ აუზები, სადაც გაწმენდა უნდა ხდებოდეს. რამდენიმე საერთოდ ეტყობა, რომ წლების განმავლობაში აქ წყალი არ ყოფილა, ეს ერთი აუზი, რომელიც გაწმენდის ნაცვლად არის თვითონ აი დაგროვებული ეს ნაგავი, ფეკალური მასები თვითონ და მთელი ეს ტერიტორია პრაქტიკულად არის გამოსული წყობილებიდან. ჩვენ თბილისთან ახლოს ნახეთ კოლექტორი, რომელსაც აქ გამწვენდი ნაგებობისკენ უნდა გამოეშვა თბილისის კანალიზაციის და სანიაღვრე წყლების დიდი უმეტესობა, ის ჩაშლილია საერთოდ, ანუ ყველაფერი ეს ჩაედინება მტკვარში. გარემოს დაცვის სამინისტროს მოუწევს ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებების მიცემა, გარემოს დაცვის კომიტეტს, რომელიც ყველაფერს აკეთებს გარემოს დაცვის გარდა, მისი თავმჯდომარის ჩათვლით, რაც მას ეხება, იმის გარდა ყველაფერს აკეთებს, ყველას ამათ მოუწევთ ამასთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტული პასუხის გაცემა. აქედან მინგეჩაურის წყალსაცავში, საიდანაც ფაქტიურად ხდება წყლით მომარაგება აზერბაიჯანის, მიედინება ეს წყალი. ძალიან ბუნებრივია, რა პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალზე სერიოზული პრობლემები შეიძლება საქართველოს სახელმწიფოს შეექმნას აი ასეთი ტიპის დაუდევრობისა და უყურადღებოს და უპასუხისმგებლობის, დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის გამო. გამარჯობათ ბატონო გოგა. ინფოცხრიდან გაწუხებთ, მე ჟურნალისტი საინფორმაციო სააგენტო. გარდაბანში მდებარეობს კოლექტორი, რომელიც არ ატარებს წყალს. ძალიან უკეთ შეხვედრაზე რა ამცადე ხო ეს